შემოგვერთა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინოს სუარიშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ნათლიობის მიმრქმელობის წესსა და მოვალეობებზე. დაგვალცეთ მამაო, ძალიან დიდი მადლობა მამა ლონგინოს ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო თემა არის. არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ნათლობის ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოს შესახებ, თუმცა დღეს უფრო გვინდა გავამეხვილოთ ყურადღება უშუალოდ ნათლიობის წესზე, მოვალეობაზე ნათლიისა, ვთქვათ, ვინ არის მიმრქმელი, ვინ არის ნათლი, აი ამ ტერმინოლოგიურ განსხვავებასაც რომ შევეხოთ. მანამდე ძალიან მოკლედ ალბათ კიდევ ერთხელ რომ შევეხოთ ნათლობის საიდუმლოს, რომლითაც იწყება ჩვენი ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რას ნიშნავს, რას გულისხმობს, აი კიდევ ერთხელ რომ გითხრათ. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა და მრავალმხრივი, ისე რომ ამაზე საუბარი ყოველთვის რაღაცა სიახლის მომტანია მსმენელისათვის და საზოგადოებისათვის. უპირველეს ყოვლისა, ნათლობა ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სულიერი დაბადება, ანუ დაბადება ქრისტიანად. ბერძნულში ჩვენ ვიცით, ნათლობას ეწოდება ბავტისმა. არის ესეთი ტერმინი და ორი ტერმინი გამოიყენება იქ ბერძნულში, ეს არის ბავტისმა და არის ფოტისმა. ახლა რატო ავამახვილებ ამაზე ყურადღებას? ჩვენ ნათლობას უწოდებთ პროცედურასაც და შედეგსაც, რაც წყლით ნათლობის შედეგად ადამიანი ნათლდება და ხდება ქრისტიანი, ხო? აი ბერძნულში ეს ტერმინი ბავტისმა გულისხმობს უშუალოდ წყლით, ასე ვთქვათ, გამბანვას, შთაფლვას, ჩაყურყუმალავებას, შეიძლება ესე დავარქვათ, პროცედურას და ფოტისმა ეს არის განათლება, ანუ შედეგი, რომელიც დადგა აი ამ წყლით განბანვის შედეგად. იქ იმიტოა გამიჯნული ეს ორი ტერმინი, რომ წყლით განბანვა ავტომატურად არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ადამიანი განათლდა. ანუ რა იგულისხმება, რომ შეიძლება შეასრულოს საერთოდ არასასულიერო პირმა, ან სქიზმაში ყოფნა ადამიანმა, ან შეიძლება ადამიანმა უბრალოდ გაიხუმროს და ისე შეასრულოს, ხო? ამიტომ ავტომატურად ქმედება არ ნიშნავს, რომ საიდუმლოში შეაბიჯა. ამას თავისი განზრახვა სჭირდება, წინაპირობა, მომზადება, ნება, რომელიც უკვე თქვათ უნდა გაგიყვანოს შედეგზე. ამიტომ ბერძნები თქვათ აი ამ ტერმინს მიჯნავენ ქმედებას და ამ ქმედების მერე დამდგარ შედეგს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს უკვე პირველ საუკუნეებში როგორ იყო, რომ აი რადგანაც მხოლოდ ქმედება არ არის განმაპირობებელი, რომ უკვე საიდუმლოში მიიღო მონაწილეობა და სამართო მადლი გადმოვიდა ადამიანზე, არამედ რაც წეგან თქვი, რომ წინაპირობებია, იგივე თუნდაც განზრახვა, მომზადება. ამიტომ პირველ საუკუნეებში ჩამოყალიბდა ესეთი წესი ქრისტიანთა შორის, რომ ჯერ თავიდან ხო ზრდასრული ადამიანები ნათლებოდნენ, ახლა მოციქულთა ქადაგების შედეგად ბავშვი არავინ არ მოსულა, ჯერ ზრდასრული ხალხი იყო და საჭირო გახდა მათი ჯერ მომზადება და მერე ნათლობა, რომ მან იცოდეს, რატო იღებს ამ გადაწყვეტილებას. ანუ პირველი სურვილი უნდა გამოხატოს, მაგრამ მეორეა რომ უნდა აცნობიერებდეს კიდეც აი ამ პასუხისგებლობას. და მაშინ გულისხმობა მომზადებაში. და მაშინ ჩამოყალიბდა ესეთი წესი, კათაკმებელთა ინსტიტუტი. ანუ ეს ძველი ბერძნულიდან მოდის, კატეხუმენოდან განსწავლაც ნიშნავს. ადამიანი, რომელიც ემზადებოდა ნათლობისათვის, გადიოდა სალექციო კურსს, უხეშად რო ვთქვათ, ეპისკოპოსის ან უგდლის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელიც საშუალოდ 3 წელი გრძელდებოდა. და ამ 3 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ თუ ეს ადამიანი დააკმაყოფილებდა აი ამ მოთხოვნებს, განისწავლებოდა, რომელიც მერე გამოსტასავით უნდა ჩაებარებინა ეპისკოპოსთან, რომ ეს ყველაფერი როგორ გაიგო. ამის შემდეგ ხდებოდა მისი მონათლა. და რაც თავარია, რომ აი ეს ნათლობა როგორ ხდებოდა, რომ ეს პიროვნება კათაკმონი, რომელიც ინათლებოდა, რა თქმა უნდა, ეპისკოპოსის ან უგდლის მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მაგრამ შუამავალი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც თავდებად უდგებოდა, რომ ეს ადამიანი არა სხვა რაიმე განზრახვით, ან გარებით, ან რაღაც მოტყუებით, არამედ გულწრფელად ინათლება. და შეიძლება ითქვას, რომ შუამავალი ადამიანი ხდებოდა ერთგვარი, რაც ნათლის წინასახე იყო. მას ნათლი არ ერქვა, მაგრამ პასუხისმგებელი პირი, რომელიც ეკლესიასა და აი ამ პიროვნებას შორის წევდა შუამავლობას. დიახ, მამა ლონგინოს, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ემზადებოდნენ და ვთქვათ რაღაც გარკვეულ სალექციო კურსს გადიოდნენ. ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში ძირითადად ყრმობაში, ანუ ჩვილობაში ინათლებიან ბავშვები, ანუ შესაბამისად იშვიათად არის შესაძლებელი, რომ ასეთი სალექციო კურსი ვთქვათ მომზადება გაიაროს ადამიანმა, თუ კი ვთქვათ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ არის და გვიან არ ინათლება. აი საინტერესო საკითხი დასვით ელისაბედ, რომ არა მარტო საქართველოში, უკვე მე-3-4 საუკუნეებიდან, როცა მართლმადიდებელი ეკლესიაში ბავშვების ნათლობა შემოვიდა პრაქტიკაში, ეს კათაკმონობა ის პირველ 3-4 საუკუნეს უკავშირდება. უკვე რა თქმა უნდა, ხა ბავშვი ვერ განისწავლება.
იქ უკვე ცალსახად თავდებად ხდებოდა ან მშობელი, ან მშობლის რწმენის საფუძველზე ინათლებოდა, ან შუამავლი ადამიანის საფუძველზე, რომელსაც ერქვა ნათლია. ნუ ამას ცოტა ხანში შევეხებით. უბრალოდ რა არის? კათაკმელობის ინსტიტუტი როგორც ესეთი ზოგადი წესი, რა თქმა უნდა, ეკლესიის პრაქტიკიდან ამოვარდა, იმიტომ რომ იშვიათად ინათლება ზრდასრული ადამიანი კოლექტიურად, შეიძლება ცალკეული შემთხვევები იყოს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც ზრდასრული ადამიანი ინათლება, წესით ის მღვდელმა უნდა მოამზადოს. შეიძლება ჩვენ დღეს პრაქტიკულად 3 წელი არ გასტანოს ამ მომზადება, მაგრამ თუნდაც 1 თვე, 2 თვე ან რაღაცა სასურველია, რომ მოკლე კატეგიზაცია გაიაროს ამ ადამიანმა, რატო ინათლება, რატო იღებს ამ გადაწყვეტილებას. სხვა აღმსარებლობის ადამიანი თქვა, თუ გადაწყვეტს რომ აღმსარებლობის მართლმადიდებლურად, დიახ. კი, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი. სხვა ეკლესიებში ეს წესი არის დაცული. ნუ ჩვენთან ალბათ ეს კომუნისტური რეჟიმის დროს და რაღაცა ბევრი რამე საეკლესიო პრაქტიკიდან ამოვარდა და ალბათ ნელ-ნელა კარგი იქნება რომ ეს პრაქტიკა დაბრუნდეს ეკლესიაში. დიახ, მამალონგინოს, აი სწორედ 2023 წლის 2 ნოემბრის წმინდა სინოდის განჩინებას ხდომა შეხვა ამ საკითხსაც ნათლიობის წესის, მიმქმელობის წესის წესს გულისხმობ და აი კონკრეტულად რა ჩაიწერა ნათლიობის წესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის განჩინებაში, რაზე იყო მსჯელობა, თუ შეიძლება ამის შესახებ რომ გვესაუბროთ. ძალიან საინტერესო საკითხია ეს. მე მინდა ძალიან მოკლედ შევიხო ნათლიების ფუნქციას, აი როგორ ჩაიყარა ამას საფუძველი, რომ ეს სინოდის განჩინები შინაარსი ჩვენთვის გასაგები გახდეს, რატომ იყო ეს რეგულაცია ეკლესიამ. ნუ უპირველეს ყოვლისა მინდა ვქვეთქვა, რომ სინოდს ახალი არაფერი არ მიუღია, არამედ მოხდა განახლება იმ ძველი წესისა, რაც ოდითგანვე არსებობდა ეკლესიაში, ესეც რო იცოდეს საზოგადოება. აი მე ვთქვი, რომ ნათლიობის წინაპირობა იყო აი შუამავალი ადამიანები. უკვე თვითონ ნათლია როგორც ასეთი ადამიანი ბერძნულში ამას ეწოდება ანადოხოსი. ანუ რას ნიშნავს? პირდაპირ გაგებით აი ძველ ქართულში ამის შესატყვისი იყო მიმრქმელი. და ძალიან სწორია, მე ვფიქრობ, ვარ მომხრე, რომ აი ეს ტერმინი აღდგეს, ვისაც ჩვენ ნათლიას უწოდებთ, იმიტომ რომ ნათლია ნიშნავს, ვინც არის განმანათლებელი. განმანათლებელი არის მღვდელი, ვინც ადამიანს ნათლავს. ის პიროვნება, ვისაც ჩვენ ნათლიას უწოდებთ, ეს არის მიმრქმელი. და რა არის? ანადოხოსი ნიშნავს პირდაპირ ხელში აღებასაც რაღაცის. და ასევე საკუთარ თავზე რაღაცა პასუხისგებლობის აღებას. აი ეს მეორე მნიშვნელობა უფრო პირდაპირ მიასადაგება ნათლიას, ანუ ეს არის პიროვნება, რომელიც სხვა პიროვნებაზე ვინც უნდა მოინათლოს, მის ცხოვრებაზე იღებს პასუხისგებლობას თავის თავზე, ანუ სულიერ მეთვალყურეობაზე. თავიდან რატო წამოვიდა ეს ამის მიზეზი რამ განაპირობა ნათლიების, რომ მაგალითად იყო შემთხვევები, რომ მე-2-3 საუკუნეებში მშობლები იყვნენ წარმართები, შეიძლება რაღაცა მიზეზით არ იყო მონათლული, მაგრამ სურდა შვილის მონათლა. წარმართი მშობელი ქრისტიანულად ვერ გაზრდიდა. ამიტომ იყო ვინმე შუამავალი ადამიანი, ეს სულიერ მშობელი ქრისტიანი, ვისაც მიანდობდა თავისი შვილის აზრდას. აი უკვე იქიდან ყალიბდება ნათლების ინსტიტუტი, ერთ-ერთი მიზეზი ამან განაპირობა. და შემდეგ უკვე საიმპერატორო კანონებით მიენიჭა ნათლიას ისეთი სტატუსი, რომელიც თითქმის მშობელთან ასოცირდებოდა. და ესეთი კანონიც არსებობდა, რომ თუ ბიოლოგიური მშობელი გარდაეცვლებოდა ბავშვს, ავტომატურად მისი მეურვე ხდებოდა ნათლია. ანუ მშობლისა და შვილის სტატუსად ჩამოყალიბდა. და იმიტომაც იყო, რომ მოგვიანებით მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 540 უბრალოდ ხო, ტრულის კრებაზე. იქნა მიღებული ეს 6 საუკუნეა ესეთი კანონი, 53 კანონი. სადაც ნათლიასა და ნათლს შორის კაცრად აიკრძალა ქორწინება. ეს კიდე ცალკე თემა. დიახ, რანათლისაური კავშირი ყალიბდება შემდგომ. ეს კიდე ცალკე ის არის, მაგრამ რატო აიკრძალა? რომ კანონით რახანეს ასოცირდებოდა მშობლისა და შვილის ურთიერთობასთან, ეს არ შეიძლება შეცვლილიყო ცოლ-ქმრის სტატუსით. აი ესეთი მყარის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა. და როგორც წესი, კანონიკურად ყოველთვის ნათლია იყო ერთი. და იქ იმიტომაც წერია, რომ ნათლიასა და ნათლს შორის არ შეიძლება ქორწინება. მოგვიანებით რა მოხდა? ეხლა რატო იყო მაინც და მაინც მამაკაცი? ეხლა აშკარად მამაკაცი იყო ყურადღება გამახვილებული, რომ არ შეიძლება ცოლად მოიყვანოს ნათლია და არ წერია, რომ არ შეიძლება გათხოვდეს მასზე. საიმპერატორო ეს პირდაპირ სახელმწიფო კანონებით ასოცირდებოდა შვილათაყვანასთან. ნათლია ხდებოდა ადამიანი. იმ დროს საიმპერატორო კანონებით, სახელმწიფო კანონით, მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ შვილათაყვანის უფლება, ქალებს არა. მოგვიანებით იმპერატორი ლეონ ბრძენი იყო, ეს უკვე მე-9 საუკუნეებია, რომელსაც გამოცა კანონი და ქალებსაც დაუშვა შვილათაყვანის უფლება და აქედან უკვე ქალებსაც შეეძლო ნათლია გამხდარიყვნენ. და სადღაცას მე-9 საუკუნეებიდან ჩნდება უკვე ესეთი პრაქტიკა. ახან ქალებზეც იყო დაშვებული ნათლიობა, რომ ესეთი წარმოიშვა აზრი, რომ ახან ხორციელი მშობელი ორია, დედა და მამა, რომ ნათლია სულიერი გაგებით შეიძლება იყოს ორი, ქალი და კაცი, როგორც სულიერი დედა და მამა. და ეს რა თქმა უნდა არაა დოგმა, ეს პირდაპირ კანონი არ არის. კანონი მაინც დღემდე ითვალისწინებს, რომ ნათლია უნდა იყოს ერთი, თუმცა ხას ეს არ აქვს მნიშვნელობა, ხალი იქნება თუ კაცი.
მაგრამ ტრადიციულად ჩამოყალიბდა ესეთი კანონიკური წესი, რომ ორიც შეიძლება, ოღონდ ქალი და კაცი. რატო ქალი და კაცი? რა ახლა მათ მშობლები ქვია, სულიერი მშობლები. ახლა ორი კაცი ან ორი ქალი დედა და მამა ვერ იქნებოდა, ხო ეს საეკლესიო ცნობიერებაში სხვა რამის ასოცირებას იწვევს. ამიტომ თუ ორის დაშვება ხდება, მაშინ ლოგიკა ეს არის, რატო ორი, რომ სულიერი დედა და მამა. ამან რა თქმა უნდა მე პროვოცირება გამოიწვია დასავლეთის ეკლესიაში, თქვა რომის იმპერიაში, რომ სადაც 2 3-ს დაუშვეს 4 და ცნობილია, რომ აი სამეფო კარიდან გამოსული ადამიანები ან დიდებულები შვილებს უნათლავდნენ 600, 300 ან 800 ნათლიაც კი ყავდათ. 5 ნათლია მყავს მამალონკინოს. კი, ძალიან ბევრი. ძალიან პატარა მოვინათლე და 5 ნათლია მყავს. მე მქონდა პრაქტიკაში 13 ნათლის მოყვანა, 9 ნათლის მოყვანა საქართველოში. და ანუ რის თქმა უნდა და ნათლის ფუნქცია რა იყო გარდა ამ მეურვეობისა, რასაც კანონი ანიჭებდა მას, ზრუნველობას. პირველი ფუნქცია იყო, რომ ქრისტიანულ აღზრდაზე უნდა გაეწია მას პასუხისგებლობა ამ თავისი ნათლულის. შესაბამისად, თუ მას ეს პასუხისგებლობა ეკისრება, ეს ნიშნავს, რომ ნათლია უნდა იყოს ის პიროვნება, რომელიც არის გააზრებული ქრისტიანი და პრაქტიკოსი ქრისტიანი. ის კი არა ვთქვათ, მოინათლა და უბრალოდ ქრისტიანი ქვია. წესით უნდა ამას იაზრებდეს. ჩვენს რეალობაში უფრო ასე ხდება, რომ ვთქვათ, აი ვანათლინებთ ბავშვს, მაგრამ აბსოლუტურად არ გვაინტერესებს მისი ეკლესიური ცხოვრება, რამდენად ეკლესიურია, რამდენად პასუხისმგებლობას იღებს, რამდენად იმ მოვალეობებს აიღებს თავის თავზე, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ხო, აი სამწუხაროდ საქართველოში ბოლო აწლეულებში ესეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ შეიძლება ადამიანთან თანამდებობის პირი ან უბრალოდ მეგობარია და იმიტომ აყენებს ნათლიათ. ისე რომ ის ადამიანი შეიძლება საერთოდ ეკლესიასთან შეხებაში არ არის. ანუ ღმერთი კი სწამს და შეიძლება ათეისტი არა, მაგრამ პრაქტიკოსი ქრისტიანი არ არის. შესაბამისად, თავისი ნათლულის სულიერი აღზრდაში ვერანაირ წვლილს ვერ შეიტანს. ეს რა თქმა უნდა უკვე ბოდიში ამ სიტყვაზე და პროფანაცია ხდება ნათლიობის რეალურად ფორმალურ სახეს ატარებს. მაშინ როცა ნათლია ფორმალობა არ არის. იმიტომაც იყო, რომ აი თქვა ზრდასრული ადამიანი რო ინათლებოდა, შეიძლება და ნათლის გარეშეც მონათლულიყო. და დღესაც ეკონომით დაშვებულია, შეიძლება თქვა უცხოელია ჩამოსული, არავის არ იცნობს. თვითონ მოემზადა ნათლობისათვის, უნდა რომ მოინათლოს. როგორც გამონაკლისის შემთხვევა, ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს, რომ შეიძლება ნათლის გარეშეც მოუნათლოთ. ხლა ეს არ არის ნორმა და წესი, მაგრამ გამონაკლისი დაშვებულია, თუ ის პიროვნება იაზრებს და თვითონ იღებს თავის თავზე პასუხისგებლობას, ხლა ფორმალურად ვიღაცა დავაყენოთ, რომ უბრალოდ ნათლი ერქვას, ამას თვითონ სასულიერო პირი, ვინც ამ საიდუმლოს აღასრულებს, ასევე არის ნათლია. თუ აი ეს საინტერესო საკითხია. აი იმიტომ ვთქვი წეგან, რომ ის ვისაც ჩვენ ნათლიას უწოდეთ, ეს არის მიმრქმელი, ანუ რომელმაც მიირქვა, ანუ აიღო თავის ხელში პასუხისგებლობა სხვა ადამიანზე. ნათლია მართლაც ღდელია, ოღონდ არ ემგაგებით, რომ მანაც აიღო პასუხისგებლობა კონკრეტულ პიროვნებაზე, ხლა ღდელი და სასულიერო ყველა ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე აგებს პასუხი ზოგადად, მაგრამ განმანათლებელი თვითონ არის იმ ადამიანის. ასე რომ კონკრეტულად ღდელი, რა თქმა უნდა, იმ ფუნქციას არ კისრულობს, რასაც მიმრქმელი. მაგრამ სულიერი გაგებით ის ყველა ადამიანის სულიერ განმანათლებლად, რა თქმა უნდა, ითვლება. და რაც შეეხება ამ სინოდის განჩინებაზე რომ კითხეთ, რატო იქნა 2023 წელს ეს განჩინება მიღებული? გარდა იმ პრობლემისა, რომ ჩვენთან ნათლიობა სამწუხაროდ ფორმალურ სახეს ატარებს, საკმაოდ მრავალნათლიობის პრაქტიკაც შემოვიდა ჩვენს ეკლესიაში. 5, 6, 13-იც მე მქონია ეს პრაქტიკა. ესეთი მაგალითი. დიახ და ახლა ჩემ შვილებსაც ყავს ესე ბევრი ნათლია თავის დროზე. მაგრამ რის თქმა მინდა, რომ მე ჩვენ ამაზე ვიმშველეთ, რომ აი ძალიან პროფანირებული ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ რაღაცა ნორმაში მოგვეყვანა. და მაშინ იქნა მიღებული სინოდის განჩინებაში, აი ეს მინდა საზოგადოება მიცოდეს, რომ ახალი არაფერი არ მიუღია. სინოდის განჩინებაში იქნა ესეთი ჩანაწერი გვაქვს, რომ კანონიკურად, კანონით ნათლი არის ერთი, ანუ მიმრქმელი, რაც ოდითგანვე წესი არსებობდა, მაგრამ კანონიკური ტრადიციით და არა კანონით დაშვებული იყოს ორი. ოღონდ ქალი და კაცი. ანუ ჩვენ როდესაც ჩავწერეთ ქალი და კაცი, ეს ბევრმა ვერ გაიგო ესეთი პრინციპული მიდგომა, რასთან არის დაკავშირებული და უბრალოდ იქ სინოდის სხდომაზე როცა მსჯელობა იყო და როცა ეს ოქმი დგინდებოდა, ხა ჩვენ ორამდე რო დავიყვანეთ, ახლა საზოგადოებისათვის ხომ დაგვეხსნა, რომ რა ლოგიკით დავყავს ორამდე. ან მაშინ უნდა გვეთქვა მხოლოდ ერთი, ან მაშინ რატო არა 3 ან 4. ამიტომ ჩვენ ის ისტორიული რეალობა გამოვიყენეთ, რომ თავის დროზე რის გამოც იქნა ორი დაშვებული, ეს სულიერი დედის და მამასთან ასოცირდებოდა. კიდევ ეს არ არის კანონი, არ არის დოგმა, მაგრამ ორი ამ მოტივით დაიშვა. ამიტომ ჩვენ ისტორიული რეალობის საფუძველზე დავუშვით მაქსიმუმ 2 ნათლის არსებობა.
დიახ, მე მახსოვს რომ აი ამ კონკრეტულად ამ საკითხმა განჩნევიდან გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მაშინ გამოიწვია. ნუ ქართულის ხასიათიდან გამომდინარე ზოგი ადამიანი ვთქვა, ზოგიერთი მშობელი ვთქვა ჩეთახმებული იყო შეიძლება 5 მეგობართან რომ მის შვილს მონათლავდნენ და მე აღმოჩნდა რომ უნდა ამოერჩია იქიდან ორი რაც ალბათ გარკვეულ უხერხულობასთან იყო ვთქვა დაკავშირებული და აი რა მინდა გკითხოთ რომ აი ნათლიობაზე უარის თქმა თუ შეიძლება და აი ეს ვთქვა აი მიდგომა როდესაც ჩვენ შვილისთვის ნათლიას ვარჩევთ კიდევ აი როგორი უნდა იყოს ჩვენი მიდგომა. ხო ეს მნიშვნელოვანი საკითხია პირველი, რომ ეს სტერეოტიპი რომ ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება, რა თქმა უნდა არ არის სწორი. ხოლო შეიძლება ადამიანი არ ხარ ისე დაახლოებული ოჯახთან ან რაღაცა შინაგანი სურვილი არ გაგაჩნია, თამამად შეიძლება უარი თქვა და უკეთესიც არის, რომ არა იყო პასუხისმგებლობა ისეთ რამეზე, რაზეც გრძნობ რომ შენ ამას ვერ გაუძღვები. და რაც შეეხება ნათლიის შერჩევას, სასურველია, რომ ეს პიროვნება იყოს მეტნაკლებად ეკლესიასთან დაახლოებული ადამიანი და მეტნაკლებად ესმოდეს ქრისტიანობა. ხა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში უკვე ესეთი პრაქტიკა არსებობს. რომ თუ დიდი ადამიანი ინათლება, რა თქმა უნდა, პიროვნულად მას ამზადებენ ნათლობისათვის, მაგრამ თუ ბავშვი ინათლება, ნათლიას ამზადებენ, ან ერთგვარ კატეხიზაციას გადის, ზოგან ორთვიანი კურსია, ზოგან სამთვიანი, მაგრამ მანამდე ესე არ ნათლავენ. იმედია ჩვენთანაც ეს წესი აღდგება. უბრალოდ აი სინოდის განჩინებაში მე მინდა დავაკონკრეტო გარკვეული დეტალები, რა კითხვებიც ჩნდება ხოლმე, რაზეც ხშირად მიერეკავენ, ზოგს პროტესტი უჩნდება. ჯერ ერთი ეს განჩინება უკვე 2 წელია რაც არის მიღებული და საზოგადოება მას უნდა იცნობდეს. თავის დროზე თქვენ ახსენეთ რომ უკვე ზოგი შეპირებული იყო რაღაცა. პირველი 1-2 თვის განმავლობაში. პატრიარქ მაშინ კურთხევაც გასცა რომ პირველი 2 თვე ვისაც ჰქონდა შეპირება, უკვე შეპირებული ვინც იყო მოენათლათ, მაგრამ დღეს უკვე დიდი დრო გავიდა. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ესე, რომ რაც შეეხება ნათლის სქესს, მოდი ესე ვთქვათ, კანონით სქესს არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება მამაკაცის ნათლია იყოს ქალი, ქალის ნათლია იყოს კაცი, კანონით. უბრალოდ საეკლესიო პრაქტიკაში რა მოხდა, რომ ბავშვებთან მიმართებაში ეს წესი დაშვებულია, რომ თუ ზრდასრული ადამიანი ინათლება და ვთქვათ ერთი ნათლია ყავს. ეს არის რეკომენდაცია, სასურველია, რომ იმავე სქესის იყოს ნათლია, იმ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, რომ სამომავლოდ მათ შორის რაიმე სხვა ურთიერთობა არ წარმოიშვას. მაგრამ თუ ორი ნათლია დგება, ბავშვი ინათლება თუ ზრდასრული ადამიანი, ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს ქალი და კაცი. აი ეს რეგულაცია, ასე ვთქვათ, აი ამ სინოდის განჩინებაში რომ გავითვალისწინოთ. მავალონ გინოს, აი რაც შეეხება უშუალოდ ნათლულების მოვალეობებს, რა ევალებათ ნათლულებს სამწუხაროდ ისე მიდის ხოლმე ჩვენი ცხოვრება, რომ ნათლიებსა და ნათლულებს ისეთი კარგი ურთიერთობა, მეგობრული დამოკიდებულება, ახლო ურთიერთობა არ გააჩნიათ ხოლმე საკუთარი ცხოვრებიდან და რიტმიდან გამომდინარე ალბათ. ვისაუბრეთ ნათლობის წესზე, ნათლიების მოვალეობებზე, რა მოვალეობები აქვს ნათლულს ნათლიასთან ურთიერთობისას, ესეც საინტერესოა. რაც შეეხება ნათლულის მოვალეობას ნათლიასთან, შეიძლება ეს იგივე იყოს, რაც შვილს მშობლის მიმართ. ერთგვარი ადამიანური ყურადღება. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა მშობლის ფუნქციას ვერ იტვირთავს ნათლული, ხო? ამიტომაც თქვი, რომ ჯობია ისეთი პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება ურთიერთობა. ნათლიას ნათლულთან და ნათლულს კიდე თავის ნათლიასთან, მაგრამ შეიძლება ხა ცხოვრებისეული გარემოებიდან გამომდინარე რაღაც ეს ჭიდრო ურთიერთობა ვერ შედგეს, ან სამომავლოდ შეიძლება საერთოდ ადამიანს სხვაგან გადასახდეს ფიზიკურად, ეს ცოდვაში არ ეთვლება. გამ გარკვეული კომუნიკაცია თუნდაც ამ პიროვნებაზე ლოცვა და შეძლების და გვარად ყურადღება, რომ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს ეს ადამიანი, ეს არის აუცილებელი, მაგრამ აი ესეთი კანონი, რომ კონკრეტულად ნათლულს ნათლიასთან რა ევალება, ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს უთა ადამიანურ დონეზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ გარკვეული ყურადღება, მოკითხვა, ურთიერთობა უნდა არსებობდეს შეძლების და გვარად. დიახ. მამალონ გინოს, როდესაც ნათლობაზე ვსაუბრობთ, აქ პატრიარქის დიდებული და ნამდვილად ძალიან ბრძნული ინიციატივა უნდა ვახსენოთ, რა თქმა უნდა, რომელიც მან წლების წინ გაახმოვანა, რომ ის იქნებოდა ყოველი მესამე და მეოთხე და მეტი, ვთქვათ, ოჯახში დაბადებული შვილის ნათლია და ჩვენ ვიცით, რომ უწმინდეს ყავს 10,000-ობით ნათლული. აი, როდესაც უწმინდესი ბრძანდება ნათლია, აი ამ შემთხვევაში სინოდის განჩინების მიხედვით როგორ შეიძლება, რამდენი ნათლია შეიძლება ყავდეს? გამოურჩა წეღა მეთქვა. დიახ, აი ამაზეც რომ თქვა. ანუ სწორედ ეს არის, რომ ერთადერთი გამონაკლისია პატრიარქის შემთხვევაზე დაიშვა, რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ 2-ზე მეტი არ უნდა იყოს. ერთადერთი საპატრიარქი ნათლავს, მაშინა დაშვებული მესამე, ანუ პატრიარქის სახით. სხვა შემთხვევაში თქვათ ეს გამონაკლისის დაშვება არ ხდება. და თინო პატრიარქის ეს გადაწყვეტილება და ინიციატივა ნამდვილად დიდი გმირობაა და შეიძლება ითქვას უპრეცედენტო შემთხვევა თანამედროვე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, იმიტომ რომ არც ერთ ადგილობრივ ეკლესიაში მსგავსი გადაწყვეტილება არც წყებს თავარს არ მიუღია და ეს ფაქტია, რომ ამან შედეგი გამოიღო თავისი თუნდაც დემოგრაფიული
აი ამ მდგომარეობის გამოსწორების კუთხით. რა თქმა უნდა, დიახ და უკვე ვთქვით, რომ 10,000-ობით ნათლული ყავს უწმინდეს და ემატ ეს რიცხვი იზრდება. ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ და ნუ ასე არ თქვენ ბრძანეთ, ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება. ხო, ეს არის თქვათ პირველი ნაბიჯი, რასაც ადამიანი დგას ეკლესიური ცხოვრების გზაზე. მაგრამ აი ზოგის ცხოვრება აქვე მთავრდება ეკლესიური მიმართულებით და თქვათ გონიათ, რომ რახან მონათლულია და შეიძლება იშვიათად ტაძარში შევიდეს, ეს ნიშნავს ქრისტიანობას. აი თქვათ, როდესაც დასრული ადამიანი ინათლება და აი ეს მომზადება, რაზეც თქვენ საუბრობდით, აი ამ კუთხითაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეს უკვე ცნობიერ ასაკში, როდესაც ინათლება უკვე გაცნობიერებულად რომ დგამს ამ ნაბიჯს, ალბათ მე აგრძელებს უკვე ეკლესიურ ცხოვრებას. კი, ეს ძალიან პრაქტიკული საკითხია. ნამდვილად ჩვენ გვაქვს სახეზე, რომ არათუ ნათლიები აქვს ხშირად მომზადებელი, თვითონ მოსანათლი ადამიანიც კი მომზადებელი არის სპონტანურად მოდის ეკლესიაში, შეიძლება სუფრიდან მოვიდეს უბრალოდ რომ ქართველია და მოსანათლი ადამიანი და მოინათლა. არასწორია რა თქმა უნდა. და მომზადება ამას გულისხმობს არა მხოლოდ ეს გარეგნულ დაზეპირებას, რომ წამსი ისწავლოს ან რაღაცა. არამედ ღმერთმა უნდა აუხსნას, რომ რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს ნათლობის შემდეგ და საეკლესიო კანონი ნახეთ რა ითვალისწინებს. ახლა ჩვენ უბრალოდ ეს უხეშად არ უდგებით. თუ ადამიანი ამ პირობას ვერ დებს, ან არ არის მზად, არ უნდა მონათლოს ღმერთმა წესით. ეს რა თქმა უნდა უარის თქმა კი არა ნათლობაზე, არამედ იმ ადამიანს ზრუნავთ, რომ არავკიდოთ ის პასუხისმგებლობა, რასაც ვერ იტვირთავს, რომელიც შეიძლება კიდევ უარესი, ესე ვთქვათ, სასჯელის წინაპირობას კი გახდეს, ვიდრე ის შემთხვევა, როცა ჯერ კიდევ მოსანათლია ადამიანი. ანუ იღებს პასუხისმგებლობას ქრისტიანობაზე და ამას ასე ვთქვათ, პრაქტიკულად არ ახორციელებს და აქვე მინდა ერთ პრაქტიკულ დეტალს შევღო, ცოტა უხერხული თემა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ნათლიობისთვის უნდა ემზადებოდეს ადამიანი. ნუ გასაგებია შეიძლება ეს კატეხიზაციის თემა და გააზრება ცოტა ესეთი შორეული თემაა და ამას მომზადება სჭირდება, მაგრამ აი პრინციპულად რასაც დღეს უნდა ითვალისწინებდეს და მე როგორც ხდელი პრაქტიკაში ვაწყდები სამწუხაროდ ჯურის წერაზეც და ნათლობაზეც, რომ არაფრის მდგომარეობაში მოდის ადამიანი. აი ესეც მინდა რომ ტელევიზიაში და ჯურის წერაზ საიდუმლოს შესრულების დროს. ხო, ნუ მე ვამბობ რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების თხრობის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანი. სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების სინოდურ განჩინებებში ეს პირდაპირ წერია. უკვე მითითებაა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, ნათლიაც და მით უმეტეს ვინც ინათლება, ასევე ჯურის წერაზე მეფეა, პატარძალია და ასე შემდეგ. ეს არის მკაცრად გასათვალისწინებელი. ზოგი არის, აი ახლა სტრესის მოსახსნელად თუ რა, ზოგჯერ ამ საშუალებას მიმართავს და ეს არის ცოდვა. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მოძღვარი, თქვათ, თუ კი ამას შენიშნავს, რასაც ახლა თქვენ ახლა ნახეთ, რადგანაც ჩვენ საქართველოში სინოდურ დონეზე ესეთი განჩინება არ გვაქვს, ანუ არ გაგვიმახვილებია ამაზე ყურადღება. რა თქმა უნდა, მორალურად დოსუფლება აქვს, რომ ახლა თუ წინასწარ მოდის ადამიანი კი თან ხდება, უნდა ეს აუხსნა, გააფრთხილო, რომ ესე მდგომარეობაში არ მოვიდეს, მაგრამ ახლა არის სპონტანურად მოდიან ადამიანები. სტომურებით იმი და უხერხული სიტუაცია იქნება ახლა რომ გაატრიალო, მაგრამ წესით არ შეიძლება. დიახ. ესეთი მდგომარეობაში ყოფი ადამიანი ან მონათლო, ან ნათლიად დააყენო. იმიტომ ფაქტობრივად გამოდის, რომ ის იმ წუთას არ არის ადეკვატური, ესე რომ ვთქვათ. დიახ. ვერ იაზრებს ხიზლად, რასთან აქვს საქმე. ცნობიერებული ხო. მეორედ ნათლობა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში, ესეც ეს ძალიან პრინციპული საკითხია. აღიარებთ ნათლისღებასაც. ერთი წუთი დაგვრჩა ოღონდ. დიახ, რატო არ შეიძლება ხელმეორე ნათლობა? ნათლობა ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის განმეორება. ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა. მაცხოვარმა ერთხელ აღასრულა ეს მისია. საეკლესიო კანონში წერია, რომ თუ უკვე ადამიანი სწორად არის მონათლული და ღმერთმა ეს იცის და ხელმეორედ მონათლავს, ქრისტეს ხელმეორედ ჯვარცმელთან ასოცირდება და ამიტომ საშინელ ცოდვად ითვლება. ერთადერთი გამონაკლისი როცა შეიძლება ირიბად ხელმეორედ მონათლოთ ადამიანი, როცა ეს მას არ ახსოვს და ვერავინ ვერ ადასტურებს. იყო თუ არა ანუ საეჭვოა. აი ამ შემთხვევაში კანონებით არის დაშვებული რომ მონათლოთ ადამიანი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე დეკანოზი ლონგინო სუარიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.